გუდაურში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის თაოსნობით ფესტივალში მოხალისედ დარეგისტრირებულ ახალგაზრდებს შორის სათხილამურო შეჯიბრი გაიმართა. ხილამურებით სრიალში ერთმანეთს 20 გოგონა და 20 ბიჭი დაუპირისპირდა. ღონისძიებაში სულ 90-მდე მოხალისე მონაწილეობდა. გამარჯვებულები სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს თბილისი 2015-ის დაწყებამდე 5 თვე დარჩა. ყველა სტუდენტს და პოტენციურ მოხალისეს 1 მარტამდე შეუძლია შეუერთდეს თბილისი 2015-ის გუნდს და მონაწილეობა მიიღოს სპორტულ და სახალისო აქტივობებში. ჩატარდა შესანიშნავი ტურნირი, გამოვლინდა გამარჯვებულები. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კმაყოფილი დარჩენ ჩვენი მოხალისეები. ჩვენ ამით კიდევ ერთხელ ხაზს უსვამთ, თუ რაოდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მოხალისეობას ჩვენი ოლიმპიური ფესტივალისთვის, მისი წარმატებით ჩატარებისთვის. დაახლოებით 1 წელია ვარ მოხალისე და ძალიან ბედნიერი ვარ დღეს მომეცა ესეთი საშუალება, რომ ამოსულიყავი გუდაურში ჩემ მეგობრებთან ერთად და ძალიან ბედნიერი ვარ გავიმარჯვე და დიდი მადლობა თბილისი 2015 ესეთი საშუალებისთვის.